ძველი ტელეფონი, ძველი ხმები, ძველი გემო, ძველი ფერი, ძველი სურნელი, ძველი ჰანგები და აწმყოზე მომართული ძველი რადიო. რადიო იმედის ეთერშია ძველი რადიო ნინო მეუნარგიასა და მიხეილ მიმინოშვილთან ერთად. ძველი რადიო. ეთერში დაგიბრუნდით მიშა და ნინო ძალიან საინტერესო სტუმრებთან ერთად. გეტყვით რომ სულ რამდენიმე დღის წინ პარაძიუდოში მსოფლიო თასის გათამაშება გაიმართა 24-25 მარტი თარიღები და ასევე გეტყვით რომ საქართველოს პარაძიუდოს ნაკრების ანგარიშზე 7 მედალია, აქედან 3 ოქროს, 2 ვერცხლის, 2 ბრინჯაოს და ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენი სტუმრები არიან ერთ-ერთი ოქროს მედალოსანი, გამარჯვებული ჩემპიონი თბილისი 2025 მსოფლიო თასის საბა ბაღდავაძე და საქართველოს პარაძიუდოს ნაკრების მწვრთნელი ლევან ქოჩიევი. მოგესალმებით. ბატონ ლევან გილოცავ და ქალბატონ ნინო თქვენს გილოცავთ, იმიტომ თქვენი ერთი გუნდის გამარჯვება და მე რამდენად არის ხოლმე რომ ჩვენ ამ გამარჯვებებზე საუბრობთ და დიდი მადლობა მოსკოვისთვის და საბაზე მინდა ერთი შეკითხვა დავსვა, აი გამორჩეული საბა ბაღდავაძე G1 კატეგორიის ოქროს მოპოვება რას ნიშნავს ეს, აი ჩვენ მსმენელებს რომ განვმარტოთ რა სირთულეებთან არის ეს დაკავშირებული და რა კარგია რომ ჩვენ ეს ამ კატეგორიაში ყავს ჩემპიონი. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ერთგულ მსმენელს და მაყურებელს. გილოცავთ ამ გამარჯვებას. რა თქმა უნდა, მთელი ქვეყნის გამარჯვება. თბილისის მსოფლიო თასი 2025-ის დასრულდა ტრიუმფალური შედეგით. ავიღეთ 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი. შემთხვევით ვისარგებლებ და კიდევ ერთხელ მივულოცავ თქვენი ეთერით ჩვენ მედალოსნებს. რა თქმა უნდა. მადლობას ვუხდი თითოეული ტკივილისთვის, თითოეული წამისთვის და თითოეული ჩვენი განცდებისთვის. რაც შეეხება თქვენს კითხვას, ჩვენი შედეგები დიდი გუნდი ყავს, ძალიან წარმატებული გუნდი ყავს და ეს მედლები სულ ითვლებოდა G2 კატეგორიის მცირე მხედველების ანგარიშზე იყო. და სამწუხაროდ ეს საბედნიეროდ ეს სამწუხარო ფაქტი დავამსვრიეთ და ყავს უკვე G1-ში ისეთი წარმომადგენელი, რომელიც არის საბა და მარტო საბა არა, ბოლო 3 შეჯიბრია უკვე. ასტანის გრან-პრი იყო, სადაც საბა ყავდა წაყვანილი და ჩემპიონი გახდა, იქაც ოქროს მედალი აიღო. მერე იყო გერმანიის ტურნირი, ღია ტურნირი, სადაც ახალი G1-ები ყავდა წაყვანილი უსინათლო სპორტსმენები და იქიდანაც 2 მედალი ჩამოვიტანეთ. და მესამე შიობრიშვილმა აიღო მეორე ადგილი ვერცხლის მედალი და რამინ ყიფშიძემ ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ეს მესამე შეჯიბრია უკვე, სადაც საბამ ოქროს მედალი აიღო ამ მსოფლიო თასზე და საყურებლად ერთ-ერთი თვალსაჩინოდ გამოსარჩევი იყო საბას გამოსვლა. გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან რთული ბადე დაუჯდა. პირველივე შეხვედრაში შეხვდა მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ყაზახი. მეორე შეხვედრა ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ წარმატებით დასრულდა. მეორე შეხვედრა იყო რუს სპორტსმენთან, რომელიც მსგავსი ფაქტი არასოდეს არ დაფიქსირებულა არც პარაძიუდოში და არც ტიპიურ ძიუდოში ერთ წამში მოიგო. ნესი აღსანიშნავია და ფინალში თურქი სპორტსმენი დაამარცხა საკმაოდ გამოცდილი ტიტულოვანი და დაეუფლა ოქროს მედალს. ლევან, მე მახსოვს თქვენ რომ გვესტუმრეთ ჩვენ რამდენიმე წლის წინ თქვენ თქვით რომ ძალიან მაგარი ბიჭი მყავს. ალბათ სწორედ საბაზის გულს საბა არიან გუნდში წეღან აღნიშნე უკვე მედლები აქამდე არ ქონდა და ძალიან ცუდი იყო, აი ჩამ ესე რომ ვთქვათ ჟარგონულად ჩამოკიდებული ვიყავით ამ G2-ზე, მცირე მხედველებზე, მართლა ვარსკვლავური გუნდი ყავს. ძალიან მაგარი ჯერ რა დღეს მსოფლიო თასის ფინალში 2
ჩვენი უმაგრესი სპორტსმენი გიორგი ამაზე ხალდანი და ვისაუბრებთ აუცილებლად ქართული ფინალის ზურაბიანი რო შეხვდა ქართული ფინალები იყო ხო ამაზე ვისაუბრებთ ცოტა ხანში აუცილებლად და მინდა საბას ვკითხოთ ახლა საბა იქიდან გამომდინარე რომ რა თქმა უნდა ახლა ოქროს მედალოსნობა ეს ძალიან სერიოზული განაცხადია თუნდაც ამის უკან ხო დგას დიდი შრომა თქვენი რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა და კიდე გილოცავთ და თქვენს უკან დგანან მწვრთნელები დგანან ხო მთელი გუნდი ექიმები პარალიმპიური კომიტეტი ან და ზოგადად ხო აი მაინტერესებს თქვენი მოსაზრება ამ შედეგთან დაკავშირებით რამდენად მნიშვნელოვანია გუნდური მუშაობის პრინციპი როგორ მუშაობთ როგორ ვარჯიშობთ და რა იყო თქვენთვის თბილისი 2025-ზე ოქროს აღებად ჩემპიონის ტიტულის მოპოვება ძალიან ბედნიერია პირველ რიგში ამ წარმატებით და ეს წარმატება არ მეკუთვნის მხოლოდ მე ეს წარმატება ეკუთვნის მთელ საქართველოს და მინდა მიულოცო ყველა თითოეულ მოპოვებული медали, რაც შეეხება ამ ყველაფერს, მართლაც რომ ძალიან ბევრი შრომა გავწიეთ მე, ჩემო მწვრთნელმა, ამ ყველაფრისთვის, თელმა გუნდმა. თუმცა იმასაც ვაცნობიერებთ, რომ კიდევ უფრო მეტი გვაქვს დაშრომი, რადგან ჩვენი მიზანი ოლიმპიური ოქროა და გვჭირა რომ ღვთისშეწევნით რა ჩვენი ძალისხმევით ამას აუცილებლად მივაღწევთ. ამასთან მინდა მადლობა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდში დაგვიდგა პირველ რიგში პარასპორტის განვითარების ფედერაციას, ბატონი რადიონ ათამიშვილი დაწყებული, ყველა იმ ადამიანის დამთავრებული, ვინც თუნდაც ერთხელ მაინც მოვიდა და წარმატება უსურვებია ჩვენთვის, რადგან მათი გულშემატკივრობა ჩვენთვის мотиваციის მომცემია, ასე რომ გულშემატკივრეთ საქართველო, ჩვენ ერთად შევძლოთ კიდევ უფრო მეტი წარმატების და გამარჯვების მოპოვებას. კი ბატონო და აი რაც შეეხება ამ გუნდს მართლაც საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი და ეს არის ერთი ძალიან დიდი ოჯახი და ამ ოჯახის უკან აუცილებლად ალბათ უნდა აღნიშნოთ რომ დგას სახელმწიფო თუნდაც ის რომ ქვეყანაში უკვე მე რამდენჯერ ტარდება უმაღლესი რანგის ტურნირი ეს არის დიდი განაცხადი და ეს არის ხო იმის მითითებელი რომ პარასპორტი უმაღლეს დონეზეა საქართველოში განვითარებული აი ამაზე რას გვეტყვილებან როგორც მწვრთნელი რას ფიქრობ? ამაზე თვითონ ტურნირის ხარისხზე აქ უკვე შეგვიძლია საუბარი, მაგრამ რადგან დრო ისე გვაქვს, მოკლედ ვიტყვი რომ როგორც გნებას. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენ პარალიმპიურ კომიტეტს, ბატონ რატის, ჩვენ თბილისის პარაცენტრის განვითარების უფროს ლაშა და შალო მაისურაძეებს, რადგან ჩემი სპორტსმენები მაქსიმალურ კომფორტში არიან იმისთვის, რომ მაღალი სინჯის მედლები მოვიპოვოთ და მომავალ პარაოლიმპიადაზე მინიმუმ ეს შედეგი გავაუმჯობესოთ. რაც იყო პარიზის პარაოლიმპიურ თამაშებზე. კი ბატონო და როდესაც შედეგის გაუმჯობესებაზე საუბრობთ, რა შედეგი არაჩვეულებრივია, ხო, მაგრამ სავალი გზა არ არის იოლი, ხო, ძალიან დიდი შრომაა ჩადებული. ეს იქნება შეკრებები, ეს იქნება სხვადასხვა ტურნირებზე წასვლა, ანუ ამას ყველაფერს უზრუნველყოფს საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი, რა თქმა უნდა, და ასევე თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრი ჩართული ამ ყველაფერში და აი ეხლა უკვე მოსამზადებელი ეტაპი როგორია შემდეგი ტურნირისთვის. საბა ზოგადად არის ხოლმე რომ როდესაც ახლა ჩემპიონი ხდება ადამიანი, შეიძლება ცოტა ხანს დასვენებაც უნდადეს. ან აი ფსიქოლოგიური ფაქტორები მაინტერესებს. თავშევარდნა გამორიცხული. არა, ნუ ეს რა თქმა უნდა, ანუ მოშვების უფლებას აძლევთ თუ არა საკუთარ თავს და ემზადებით თუ არა უკვე ეს შემდეგი ტურნირისთვის, რომელიც მაისში გაიმართება, ხო? საკმაოდ რთულია დიდი ხნის განმავლობაში სხეულს ლიტვანოში ამყოფო, რის გამოც არის რანოები, მაქსიმალურად ვცდილობ ამას გვერდი ავარიდო, მაგრამ თქვენ ნახევარში მსოფლიო ჩემპიონატი ვაქვს და ამისთვის აუცილებლად მოვემზადები და ვფიქრობ, რომ იგივე შედეგი უნდა გავიმეოროთ, ოქრო უნდა ავიღოთ. რაც შეეხება მთელ გუნდს J1 კატეგორიაში, საკმაოდ რაც უფრო მეტი არის ზოგადად გუნდში ხალხის რაოდენობა, მით უფრო ძლიერია გუნდი. რადგან ერთმანეთს ვაძლიერებთ. ამიტომ მნიშვნელოვანია სხვა J1-ები, აი უსინათლო გოგონები, ბიჭები დავაინტერესოთ ამ სპორტით და მოვიდნენ ჩვენთან. თუ ახლა ყველაფერს ისმენენ, მინდა მიმართო მათ, რომ ვიცი რამდენად რთულია ამ ყველაფრის დაწყება, მაგრამ ეს არის შანსი გაიუმჯობესოთ საკუთარი ცხოვრება და
მერწმუნეთ ძალიან მაგარ ნაბიჯს გადადგამთ ამ ყველაფრით და თუ სურვილი იქნება შეგიძლიათ დაგვიკავშიროთ მე ბატონ ლევანს ლევან ქოჩიევი არის ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანი, ერთ-ერთი საუკეთესო ცნელა, ვინც შეიძლება ოდესმე გაიცნოთ. ასე რომ სიამოვნებით მოგესალმებით ჩვენ დიდ სპორტულ ოჯახში. აი ვამაყობ, ოდესაც პარასპორტსმენები მოდიან, როგორ ეტყობათ გუნდურობა, როგორ ეტყობათ გვერდში დგომა, მწვრთნელებთან ურთიერთობა, თანაგუნდელებთან ურთიერთობა და მე მართლა ვამაყობ, რომ ხშირად ხარ ჩვენი სტუმრები და მართლა გილოცავთ თქვენ გუნდს ყველას და სამაგალითო ხართ, სამაგალითოა თქვენი ჩემპიონობა, სამაგალითოა თქვენი წარმატებები და სამაგალითოა თქვენი ერთმანეთთან გვერდში დგომა. აი ეს არის ხშირად ვიმეორებ ამას, როდესაც თქვენ ბრძანდები ჩვენი სტუმრები, მაგრამ ესო არა თქვა მე არ შემიძლია. და თქვა რა თქმა უნდა, ლევან და აუცილებლად ვისაუბრებთ კიდე ქართულ ფინალზე იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ამაღლებელი იყო, თუმცა მანამდე კიდევ ერთხელ მოდი ჩვენს მსმენელს და მაყურებელს ვუთხრათ, რომ თბილისი 2025-ში პარაძიუდოში საქართველოს პარაძიუდოს ნაკრების ანგარიშზე 7 მედალია. აქედან საბა ბაღდავაძე ჩვენთან სტუმრად არის, ოქროს მედლის მფლობელი, გიორგი ქალდანი ჩემპიონი, ზვიად გოგოჭური ოქროს მედლის მფლობელი, ზურაბ ზურაბიანი ვერცხლის პრიზორი, რევას ჩიკოიძე ვერცხლის მფლობელი, ლაშა ყიზილაშვილი და ბაჩუკი შელია ბრინჯაოს პრიზორი. შედეგია მართლა თქვენ ყველას. საოცარი შედეგია და რაც შეეხება ქართულ ფინალს. გიორგი ქალდანი და ზურაბ ზურაბიანი. კი ბატონო, იმ მომენტში დარბაზი იყო გარინდული. ზოგადად ახლა ვიცით, როცა ტურნირები ჩატარდება, დარბაზი ყოველთვის ხმაურობს. ხო და ეს იყო რაღაც საოცარი შეხვედრა. ჯერ სამწუხარო ფაქტებით დავიწყებ, რომ დასანანი შეხვედრები წავაგეთ 91 კილოში. თითქმის მოგებული შეხვედრა ნახევარფინალური შეხვედრა ბაჩუკი შელია. მიიყვანა ბოლომდე, მაგრამ რაღაცა მომენტში სამწუხარო შეცდომა დაუშვა და ეს ხელი ოქროს შანსი ხელიდან გაუშვით და რევას ჩიკოიძეს ფინალი. იგებდა შეხვედრას და სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ დაუმარცხდით. რაც შეეხება ჩვენს ქართულ ფინალს და მანამდე 95 კილოში ორი მედალი ავიღეთ. ზვიად გოგოჭური, რომელიც ესეთ ფორმაში ალბათ არავის არ უნახია, ისე გამოიყურებოდა და ისე ასპარეზობდა და უბრალოდ მას კიდევ ერთხელ და ლაშა ყიზილაშვილი, რომელიც ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. ზვიად გოგოჭური მოგეხსენებათ არის პარალიმპიური ჩემპიონი, არის მსოფლიო ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონი და ძალიან დიდი დონე აქვს. პარასპორტში ძალიან და მინდა რომ უსურო წარმატება. აქაც კონკურენცია არის ამ წონით კატეგორიაში -95 კილოში. ეხლა შეეხება ჩვენ ფინალს. სვანურ ფინალს. მეგობრულ ფინალს. ქალდანი და ზურაბიანი. დიდი ხანია მეგობრობენ, დიდი ხანია ერთმანეთს იცნობენ. რავი, თითოეულ ჩვენთაგანი ამაყი ვიყავით მაგათ ფინალს. მართლაც დარბაზში იყო ერთი გულშემატკივარი, არც ერთი გულშემატკივარი, არც ერთ არ გულშემატკივრობდა და ლამაზი სანახაობა იყო. და ლევან, თქვენ არ გამოხვედით, მე მივაქციე ყურადღება. ანუ ამ დროს როცა ქართული ფინალია, მწვრთნელი არ გამოდის. არა. ისე მწვრთნელის რეაქცია ცოტა ისეთია. არ არის შესაშური ნამდვილად ამ შემთხვევაში. ჩვენთვის პირადად რომელი მოიგებდა, მნიშვნელობა არ ქონდა. მაგრამ ამ შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა გიორგი ქალდანმა, ულოცავ მას და მომავალში ზურაბს უსურვებ რა თქმა უნდა ოქროს მედალს. კიდე იცით რა ესეთი მშრომელი სპორტსმენები იშვიათად არის. ნამდვილად. და ეს შრომა უფასდება. დიახ. მიხარია რომ ეხლა იცით რას მიმაქციე ყურადღება, ანუ გულშემატკივრებში ინა ქალდანი იყო გიორგის მეუღლე და სანამ ეს ქართული ფინალი გაიმართებოდა, რა თქმა უნდა, ინა ისე გულშემატკივრობდა, ხო და ქართული ფინალი რო დაიწყო, ინას სხვა, აი იყო გასუსული, გარინდული, აი ეს უკვე სხვა მოტივი. შეიძლება ინა არის ჩვენი ქართული პარაძიუდოს ვარსკვლავი. ქალი ვარსკვლავი, კი. უდიდესი ტიტულებით არის ევროპის ჩემპიონი, არის ევროპის პრიზიორი, სხვადასხვა სინჯის მედლები აქვს, მსოფლიოს პრიზიორია, ორგზის პარალიმპიური პრიზიორია, სამწუხაროდ ოლიმპიური თამაშების შემდგომ ოპერაცია გაიკეთა და
სამწუხაროდ ამ ტურნირზე ვერ მიიღო მონაწილეობა. თუმცა იმეც ვიტოვებ, რომ მალე უკვე ოჯახით არიან, ოჯახიც კი მასთან არის დაკავშირებული როგორი მინდა უსურვო მალე გამოჯანმრთელება და ჩვენს ასევე გიერთდებით ფორმაში დაბრუნება. კი, დაბრუნდება და თან დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგად დაბრუნდება. რაღა თქმა უნდა. კი ბატონო. და თავის უმაგრეს შვილს მინდა კიდე ეს გამარჯვება მიულოცო, რა დღეს ის, რომ უკვე ოჯახში 3 პარალიმპიური მედალია. კი ბატონო, მოვალში მინდა უსურვო ოქროს მედალი. ოქროს მედალი აკლია მათ ულაბას. და იქნება დარწმუნებული ვარ და ზოგადად აი ესე ამ თემას მივუბრუნდე, რომ ეს ძალიან დიდი შრომა დებს ამ ყველაფრის უკან, როდესაც გულშემატკივრობთ და უკვე თან შეჩვეული ვართ, ხო? გულშემატკივარი მაღალი სინჯის მედლებს ველოდებით ოქროს, ვერცხლს, ბრინჯაოს, თუმცა ეს ასე ადვილი არ არის, ხო? ვინც ამაში კარგად ერკვევა, რა თქმა უნდა, ესმის, ვინც არ ერკვევა, ხო? როგორი სპეციფიკა, ეს გასათვალისწინებელია. ხო, როგორი რთულია და როგორი სამაგალითოა, როგორი მაგალითი ხარ თქვენ ყველა სხვა ადამიანისათვის, ვისაც ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია თავის სპორტთან დააკავშიროს. რამდენი ნიჭი და რამდენი ნიჭიერი ადამიანი კიდევ ველოდება თავის მწვრთნელს. კი, რა თქმა უნდა, ეს უნდა. რამოდენიმე კვირის უკან, ალბათ 2-3 კვირის უკან, კიდე ქართული ფინალი გაიმართა პარაფარიკა კი ბატონო, ეს იყო განცაზადიშვილი და ნინა თიბილაშვილის შეხვედრა. მინდა ვისარგებლო და მათ მიულოცო ეს წარმატებები და ჩვენ ძალიან გვახარებს და გვაძლიერებს ჩვენი პარალიმპიური ათლეტების კი ბატონო და შედეგები. რა თქმა უნდა და აი ხა მიულოცო მათ მწვრთნელს ბატონ მალხას კი ბატონო და მწვრთნელებს პარალიმპიურ კომიტეტს. პარაძიუდოს მსოფლიოთას ირმა ხეცურიანი ესწრებოდა, ანუ ეს ჩვენთვის მოტივაცია ხარვაისობა და ამა კარგ განწყობით ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ვამბობთ ეს ერთი ოჯახი. კი, ნამდვილად. და ამიტომ გაქვს თქვენ ესეთი წარმატებები და თან მე მომწონს აი თქვენი თავმდაბლობა, თქვენი აი როგორიც აი გვერდში დგომა, ამის გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელია, მე ესე ვფიქრობ და დიდი მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ ამისთვის ყველას. ნინო შეეხება ჩვენ შეჯიბრს. შეჯიბრს, რა თქმა უნდა, მოსამზადებელ ეტაპს აი ეს მაინტერესებს, რას აპირებთ? ორი სიტყვით ვიტყვი, ეს შეჯიბრი რომ ძალიან კარგად ჩატარდა. დაიმსახურა მოწონება და სექტემბერში კიდე იგეგმება საქართველოში ერთი დიდი შეჯიბრი ევროპის ჩემპიონატი პარაძიუდოში კონკრეტულად. კი ბატონო. და ეს ძალიან სასიხარულოა და მინდა ჩვენ სამინისტროს, ქალაქს, მერს კლიენტ მერიას და ჩვენ კომიტეტს მადლობა გადაუხადოთ აი ამ დიდი აი ესე უნდა განვითარდეს. აი ამ კუთხით თუ არ მიუდექით აი ამ დიდი შეჯიბრებები თუ არ ჩატარდა ძნელია მომავალი ჩემპიონები უკვე კი რა თქმა უნდა. წელს თუ იყო მაგალითად 10 მონაწილე მომავალ წელს უნდა იყოს 15 აუცილებლად იქნება ეს არის პიარი ჩვენი. რა თქმა უნდა. ჩვენი პარაძიუდოისტების უსინათლოების და შარშან საბამ ერთი თვის მოსული იყო თვენახევარი იყო რაც ვარჯიში დავიწეთ მაგრამ უთხარი კომიტეტში უბრალოდ რომ გამოვიყვანოთ ისწავლოს შესვლა გამოსვლა რა დონეზე უნდა მოემზადოს და აი ამ შედეგზე გავლენა იქონია რა თქმა უნდა ნახა თავის მეტოქეების ძალა იმის და მიხედვით დაიწყო ვარჯიში დაიწყო და აღარასდროს აღარ გაჩერდება რა თქმა უნდა და სანამ მოსამზადებელ ეტაპზე ისაუბრებ ლევან შემდეგი ტურნირის კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ რომ თბილისი 2025 ორგანიზებული იყო საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის მიერ მხარდამჭერები საქართველოს სპორტის სამინისტრო თბილისის მერია და ზოგადად რა თქმა უნდა ის რომ პარასპორტი ამ დონეზეა განვითარებული ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფოს გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ხო ასაგები ეს დასტურია იმისა რომ სახელმწიფო ჩართული ამ პროცესში თავიდან ბოლომდე. წინ გვაქვს ახლა ასტანაში მსოფლიოს ჩემპიონატი რის იმსადებაც უკვე დღეს დავიწეთ. დღეს ვივარჯიშეთ უკვე. ანუ ვარჯიშიდან მოხვედით აქ კიდე. არა ჩვენ ცოტა ადრე ვივარჯიშეთ სადაც ვივარჯიშეთ. ადრე იწყებენ. და დაწყებულია უკვე მომზადება 2 რიცხვში დავიწეთ. შეკრებას ბაკურიანში, გავივლით ფიზიკურ შეკრებას, მერე ჩამოვალთ თბილისში გავაგრძელებთ ვარჯიშებს, დასკვნითი მოსამზადებელი შეკრება იგეგმება თბილისში, ბოლო ეტაპი არის და შემდეგ გავემგზავრებით
13-15 მაისში იქნება ჩვენი ასპარეზობა. ასტანაში. 15-ში იქნება გუნდური პირველობა, რაც ძალიან კარგი იქნება. ერთი სპორტსმენი უკვე დაგვემატა ისეთი, რომ ანგარიშის გასაწევი ძალა და ეს ხელს გვიშლიდა ჩვენ მედლის ახებაში, გუნდურში. ევროპაზე გვაქვს 3-ჯერ ბრინჯაოს მედალი აღებული გუნდურში, მაგრამ სოფლიოს ჩემპიონატზე სულ ცოტა გვაკლდება და აი საბას ძალა, კიდე იქ რამოდენიმე უსინათლო სპორტსმენი ყავს, ერთი სპორტსმენი და ფიქრობ, რომ ამ გუნდურ სოფლიოს ჩემპიონატზე კარგად გამოვალ და ამისთვის მზადებით. წარმატებებს გისურვებთ. საბა, რამეს ხომ არ დაამატებდით? მადლობა თქვენ. ბოდიში ძალიან გამოგრჩა. წვრთნელებს მინდა მადლობა გადაუხადოთ ყველას, წვრთნელები მუშაობენ და ჩვენ ბრილიანტის ბიჭს ავთანელ ხმიადაშვილს მინდა მადლობა გადაუხადოთ, ჩვენი ექიმი არის და მოგეხსენებათ ამ მოსამზადებელ პერიოდში უამრავი ტრამვებია, და კარგად გაართვა თავი, მადლობა მინდა გადაუხადო მას და ყველას. მადლობა ყველას. ეხმარება გუნდის მომზადებაში. ამ დიდ ოჯახს. მადლობა ლევან და საბო რომ მოგზანდით და საბას მინდა წარმატებები უსურვო და დარწმუნებული ვარ რომ შემდეგი შეჯიბრით ძალიან წარმატებულად ჩაივლის და ჩვენ კიდევ ერთხელ ვიამატებთ თქვენი გამარჯვება. არაერთხელ გავახარებთ, არაერთხელ სოფლიოში მაღალი რანგის ტურნირებზე ქართული დრო შეაიწევა ჩვენი ჰიმნი გაჟღერდა. დიდი მადლობა მადლობა წარმატებები. ჩვენი